რეჟიმის პროკურატურამ, რეჟიმის პოლიტიკურმა პოლიციამ კვლავ გადაწყვიტა ახალი ბრალი წარუდგინოს პარტია ახალის თავმჯდომარეს და კოალიციის ლიდერს ნიკა მელიას. ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის, გამოგონილი ბრალის წარდგენა ვერ შეაჩერებს იმ ბრძოლას, რა ბრძოლაშიც ჩვენი კოალიციის ლიდერები, ნიკა მელია და მთელი პროდასალური ეროვნული ძალები იმყოფება. ნიკა მელია გაიტაცეს და მის გატაცებასთან დაკავშირებით ჩვენ უკანონო ბრალის პირობებში ასევე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ხოლო ამ სასამართლოებზე მას ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით, ასე ვთქვათ, ცდილობენ ნიკას გატეხოს. გამორიცხულია ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი რომელიმე ლიდერი ამ ბრძოლაში შეეგუოს იმ უსამართლობას განსაკუთრებით იმ ბრალში, რასაც უსამართლო სასამართლოსთვის თითქოს შეურაცხყოფის მიყენება ჰქვია. გამოგონილი ბრალები, გამოგონილი საქმეებით რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გატეხვას. ჩვენ არ ვაღიარებთ ქართულ ოცნებას როგორც საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ქართულ ხალხთან ერთად, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ქართული ხალხის ნებას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებამდე. სოლიდარობა და მხარდაჭერა თითოეულ პოლიტიკურ ტყვეს, სინდისის თითოეულ პატიმარს, სოლიდარობა ნიკა მელიას, ყველა პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს, რომელიც უკანონოდ არის ციხეში გამოკეტილი. ეს საქმე ახალი ბრალი ნიკა მელიას წინააღმდეგ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ეხება მისი გატაცების საქმეს. მაშინ, როდესაც ნიკა მელია გადაადგილდებოდა თბილისში, ის გაიტაცეს და შემდეგ გატაცების მიუხედავად კიდე უმატებენ ბრალს ნიკა მელიას თავისივე გატაცების საქმეზე. და ერთადერთი ამბავი სინამდვილეში, რატომაც ამას აკეთებენ, არის პირადად ნიკა მელიას წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის შურისძიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკა იმის შესახებ, რომ უნდა გატეხოს ადამიანები, უნდა გატეხოს პროტესტი, უნდა დაასრულოს წინააღმდეგობა ამ ქვეყანაში. ვერც ნიკას შემთხვევაში, ვერც ელენეს შემთხვევაში, ვერც მეორე ნიკას შემთხვევაში, ვერც არც ერთი პოლიტიკური პატიმრის, სინდისის პატიმრის შემთხვევაში რეჟიმმა ვერ შეძლო ვერც ერთ შემთხვევაში, რომ ეთანამშრომლა ამ ხალხს რეჟიმთან და ხელი აეღო იმ ბრძოლაზე, რომელიც არის არა პარტიული უბრალოდ, არამედ ბრძოლა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. კოალიცია ცვლილებისთვის სახელით მინდა განვაცხადო, რაც არ უნდა გააკეთოს რეჟიმმა, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, რა შეთითხნელი ბრალდებებიც არ უნდა წაგვიყენოს. არც ერთი წამით არ ვაღიარებთ და არ ვცნობთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას. ეს არის რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც აწამა მხოლოდ ნოემბერი-დეკემბრის დღეებში 400-ზე მეტი ახალგაზრდა პოლიციის მინივენებში და რომელმაც გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება, სანამ ჩვენი თანამებრძოლები არ დატოვებენ ციხეებს და სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ბრძოლა ბოლომდე, მხარდაჭერა თითოეულ რეჟიმის ტყვეს.